ძილისაგან აღდგომილი გმადლობთ ჩვენ წმინდაო სამებაო და ჩვენ თქვით წინაზეც რომ ადამიანი რო იღვიძებს პირველი ეს მისთვის ერთგვარი რეფლექსი უნდა იყოს, აი რაღაცა მისი ბუნების ნაწილი უნდა გახდეს, პირველი რასაც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ, ეს უნდა იყოს მადლიერების განცდა და გზნობა. Რა თქმა უნდა, შეიძლება ჩვენი გული ამას ბოლომდე ვერ იღებს ჯერ, იმიტომ რომ ბევრი განსასწრებელი დატვირთულები ვართ, მაგრამ ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, თუ მადლიერება არ გვექნება ღვთის წინაშე, ჩვენ ქრისტიანები არა ვართ. ღმერთისგან მოგვეცა ყველაზე მნიშვნელოვანი ყოფიერება, სიცოცხლე, გონიერება, თავისუფლება და ამ ყოველივეზე ბეჭედი რწმენა განკაცებული ღმერთისა, რომლის საშუალებითაც, რომლის მიერაც, ანუ ამ რწმენის საშუალებითაც მიერ ჩვენ ისეთი ბედნიერება გველოდება, რომლის წარმოდგენაც არ შეგვიძლია. მიუხედავად ამ ქვეყნიური ბევრი ტკივილისა და განსასწრებისა, ეს ტკივილები და განსასწრებები ვერ ფარავს იმ სიდიადეს, როგორც ვარსკვლავები აღარ ჩანს ამომავალი მზის როცა მზეზე ნიჩია და არც ერთი ვარსკვლავი არ აჩანს. ასე არ უნდა ჩანდეს ჩვენი ტკივილები და განსასწრებები ამ ქვეყნიური უსამართლობანი იმ მზის ფონზე, რომელსაც ქრისტე ქვია. რა თქმა უნდა, ჩვენ აქამდე ჯერ მიღწეული არა ვართ, მაგრამ ჩვენ უნდა ვაიძულოთ საკუთარი თავი, იმიტომ რომ სასუფეველი ცისა იძულება, ჩვენ უნდა ვაიძულოთ ჩვენი თავი, მოვიქცეთ ისე, რომ თითქოს უკვე ნამდვილი ქრისტიანები ვართ. ეს არ არის ფარისევლობა, ეს არ არის აფერისტობა. ეს არ არის ტყუილი. ეს არის სინამდვილე, ობიექტური სინამდვილე, რაც არის ისე უნდა ვიქცეოდეთ, თუნდაც ჩვენი გული ამაში არ გვემორჩილებოდეს. ვიქცევით ობიექტური სინამდვილის შესაბამისად. და გულს ჩვენ აქეთ დავიმორჩილებთ, ღვთის მადლით. ამიტომაც დიახაც ჩვენ უნდა ვისწავლოთ ეს, ვიღვიძებთ, გავიაზროთ, რომ რა მოგვცა ღმერთმა და ვმადლობდეთ ყოვლადწმინდა სამებას.